ტერფი 4 წლამდე ასაკში, 3-დან 4 წლამდე ასაკში ყალიბდება. იქამდე ყველა ბავშვი რბილი ტერფით იბადება. 3-4 წლამდე ვერ ვიტყვით ბავშვს ტერფი აქვს თუ არა აქვს. იმიტომ რომ აქვს ცხიმოვანი ბალიში ტერფზე, რომელიც ნელ-ნელა განილევა და იმ ადგილას თაღი ყალიბდება. და შესაბამისად, აი ამ საბავშვო მოედნებზე თუ ფეხშიშველი ითამაშებს, რაც უფრო დატვირთავს ტერფს, უფრო ჩამოუყალიბდება ეს სიგრძივით თუ განივი თაღი. ტერფის სწორი განვითარება ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. ფეხსაცმელი 4 წლამდე ბავშვის უნდა იყოს უსუპინატორო. აი ეს ამობურცული რაღაცა პატარა მთასავით რო აქვს შიგნით არ უნდა კონდეს. საქუსლე უნდა იყოს მყარი, ძირი ფეხსაცმლის უნდა იყოს მოქნილი. ეს არის კარგი ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ანვითარებს ტერფს. თუმცა, თუ ბავშვი ფეხშიშველი იზრდება, ტერფი კიდევ უკეთესად ვითარდება. ანუ ყველაზე კარგია რომ ფეხშიშველი იყოს, თუ ფეხშიშველი არ შეუძლია, მაშინ წინდით, თუ წინდითაც არ მოსწონს თხელძირიანი ფეხსაცმელით და აი ესე ნელ-ნელა. ფეხსაცმელი აკეთებს იმას, რაც უნდა ტერფმა გააკეთოს. რო აღარ იტვირთება, აღარც ჩამოყალიბებით აღარ იწუხებს თავს. თუ ჩვენ დავტვირთავთ სწორად და დავტვირთავთ კარგად და ბევრს, აი ზუსტად იმ განვითარების ასაკში, მაშინ უფრო კარგად ჩამოყალიბდება ვიდრე ისე. ტერფიანობას რაც შეეხება მაქსიმალურად თუ განვავითარებთ ტერფს. აი პირველივე ფეხის ადგილიდანვე თამაშით თუ ბავშვს გავაკეთებინებთ ტერფის ვარჯიშებს. აი ამ ფეხშიშველს სიარულს იქ იგივე ამ საბავშვო მოედნებზე ვარბენებ ფეხშველი. მაქსიმალურად დაიტვირთება ტერფი და გვექნება უკეთესი მდგომარეობა. თუ მაინც ჩამოყალიბდა ტყელტერფიანობა და აქვს ბავშვს ჩივილი, როგორიცაა ტერფების ტკივილი, ზოგჯერ მუხლების ტკივილიც აქვს, წვივების ტკივილი. ამ შემთხვევაში დროულად უნდა ვიზრუნოთ, რომ დავუნიშნოთ სპეციალური ფეხსაცმელში ჩასაფენი. ჩვენ მხოლოდ ინდივიდუალურ ჩასაფენებს ვუწევთ რეკომენდაციას. ეს უზრუნველყოფს ტერფის სწორ პოზიციაში დგომას და სწორ პოზიციაში დგომა კი უზრუნველყოფს მუხლების სწორად დატვირთვას, მეჯბარძაყების სწორად დატვირთვას და ხერხების სწორად დგომას და ასე შემდეგ.